მადლობა უფალს იმისთვის რომ მოგცა ძალები აგვესულებინა ღვთის სავედრებელი ლოცვები მწუხრისა ცისკრისა ჩვენ წავიკითხეთ დღეს სახარება მარკოზის თავისაგან სადაც მარკოზ მახარებელი მოგვითხრობს თუ როგორ მივიდნენ მენელსაცხებლე დედები იყიდეს ნელსაცხებელი და განთიად მოვიდნენ რომ ეცხოთ მაცხოვრისთვის და თან ფიქრობდნენ რომ ვინ გარდაგვიგორებსო ჩვენ ლოცო იცით რომ დიდი ლოდი მიაგორვეს უფლის საფლავთან და მათ მიერ შეუძლებელი იქნებოდა ამ ლოდის გარდაგორება და რა თქმა უნდა ფიქრობდნენ ამას და მიხედეს და იხილეს რამე თუ გარდაგორებულიყო ლოდი იგი რომელი იყო დიდფრიად მივიდნენ და ნახეს რომ ლოდი გარდაგორებული იყო და როდესაც შევიდენო საფლავშიო იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯვენით კერძო შემოსილი 60 პედაკითა და განკრთეს ანგელოზი იხილეს როდესაც შევიდნენ ხოლო მან უთხრა ნუ განკრთებით იესოს ეძიებ ნაზარეველსა ჯვარცმულს აღდგა არა არსაკა აჰა ადგილი სადაც დაასდვეს იგი არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს ვითარმე და აჰა ესე რა წინა გიძღვის თქვენ გალილეას მონიხილოთ იგი ვითარცა გრქვა თქვენ ესე უთხრა ანგელოზმა მიმართა დედებს და ლოცვის ბოლოს ჩვენ წავიკითხეთ განმანათლებელი სადაც ვკითხულობთ რომ ლოცსა რა გარდაგორებულსა ხედვიდეს დედანი იხარებდესო რა თქმა უნდა დიდად გაიხარეს მათ აი ამ ხილვით გარდაგორებული ლოდი იხილეს შემდგომ ანგელოზი იხილეს განკრთენ მაგრამ შემდგომ აი სახარების ბოლო სიტყვები არის დღევანდელი რომ და მათ ვითარცა ესმა ესე გამოვიდეს და იულტოდეს მიერ საფლავით რამე თუ შეძრწუნებული იყვნენ და დაკვირვებულ და არარაივის უთხრეს რამე თუ ეშინოდა ეხლა მე თქვენ მინდა გითხრათ ესე იგი ჩვენ დღეს შევიკრიბეთ მოვედით ლოცვაზე მოვისმინეთ აღდგომის სახარება შემდგომ მღვდელი გამოაბრძანებს სახარებას ხელში უჭირავს ამაღლებული მე დავითნე კითხულობს აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ შემდგომ სახარება დაბრძანდება შუა ტაძარში მერე მოდიან მორწმუნე ადამიანები და ემთხვევიან მას ეხლა რა შინაარსია საერთოდ არც ერთი მოძრაობა მღვდლის მიერ არ არის შემთხვევით აი საერთოდ თქვენ რომ უყურებთ აი ეს თიქაროსნები სანთლით გამოსვლა არის თუ საცეცხლური თუ ასე შემდგომ ყველაფერში არის თავისი შინაარსი ეხლა როდესაც ჩვენ ვკითხულობთ აღდგომის სახარებას და მე ვკითხულობთ აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ ხო ეს ნიშნავს იმას რომ როგორც აი ამ მენელსაცხებლე დედებმა იხილეს აღდგომა ქრისტესი ხო აი მივიდნენ ლოდი გარდაგორებულიყო ანგელოზი გამოეცხადა აი ესე ჩვენ ვიხილეთ როგორ მოვისმინეთ აღდგომის სახარება და ჩვენ ხო მორწმუნე ადამიანები ვარ და ჩვენ გვწამს ის რაც სახარებაში წერია ხომ ასეა და ეს გამოსვლა სახარების გამობრძანება ზუსტად აი ამას გამოგვითა აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ და მღვდელს უჭირავს სახარება ამაღლებული ანუ ჩვენ აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ ჩვენი სულიერი თვალით მაგრამ უყურებთ კიდეს აი სახარება რომელიც მღვდელს უჭირავს ხელში ხომ და აი სწორედ ამ სახარებაში არის მოთხრობილი აღდგომა ქრისტესი და მერე გამობრძანდება სახარება და ვემთხვევით ანუ ჩვენ ეხა უბრალოდ დროში განსხვავდებით მენელსაცხებლე დედებიდან თორე სარწმუნოებრივად ჩვენც ვიხილეთ ის რაც იხილეს იმათ იმიტომ რომ სული ხომ ადამიანის სული ხომ წდება აი ამ დროს დაუშვათ აი ადამიანის სული ხომ არადიულია და ჩვენი სულიერი თვალი ჩვენ ვიხილეთ აღდგომა ქრისტეს და ახლა ბოლოს რა საკითხი რჩება რომ საერთოდ აი აღდგომა ვინც ირწმუნეს მოციქულები იყვნენ ესენი თუ მენელსაცხებლე დედები იყვნენ თუ ვინ იყვნენ თუ ხო ყველა ამის შემდგომ ისინი დაუცხრომელად ქადაგებდნენ ქრისტეს
როგორც ჭეშმარიტ ღმერთს და როგორც მკვდრეთით აღდგომილს და დაუცხრომელად ქადაგებდნენ. ეხლა როდესაც მოვდივარ ჩვენ ეკლესიაში და წესით აი რეალობა როგორ უნდა იყოს რომ როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს გავდივართ ეხლა რაც ჩვენ ვისაუბრეთ რომ აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ ერთადერთი ესე იგი აქედან რომ წავალთ ჩვენ და არ ვიწყოთ ქადაგება ქრისტეს აღდგომით ერთადერთი რაც გვიშლის ხელს ნუ აქ წერია დედებზე წერია რომ არაი ვის უთხრეს რამე თუ ეშინოდა და ჩვენთან ეხლა რა არის რა მიზეზია რის გამო ჩვენ ამ ყველაფრის შემდგომ როდესაც ვიხილეთ აღდგომა ქრისტესი რა მიზეზია რომ აქედან მივდივარ და არ ვქადაგებთ ქრისტეს აღდგომას ეს შეიძლება იყოს მართლაც შიში როგორც მენელსაცხებლე დედებს მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე და მე რასაც უყურებ ახლა ჩვენი მორწმუნე ადამიანები ვინც აქ არიან და უფრო ამპარტავნება გვეღობება წინ ამპარტავნება და ესე სოფელი ამას სოფლის საქმეები და ჩვენი ამპარტავნება მაგრამ მენელსაცხებლე დედებმა გაიმარჯვეს იმ შიშზე რომელიც აქ წერია და შემდგომში ისინი იყვნენ პირველები ვინც ქრისტეს აღდგომა იქადაგეს და ჩვენც უნდა გავიმარჯვოთ იმ ჩვენ მანკიერებაზე ეს იქნება შიში ეს იქნება ამპარტავნება ეს იქნება წუთი სოფლის საქმეები ვა სოფელო რა შიგანხარას გვაბრუნებ რა ზნექირსაო ხო და გვავიწდება ხანდახან აღდგომა ვიხილეთ კი არა ხანდახან ღმერთი თუ არსებობს ისიც გვავიწდება ხოლმე ხო ეს თან ისე ხდება რომ და როგორ შეიძლება ადამიანმა ღმერთის არსებობა დაივიწყო როცა ნებისმიერი შენი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ღვთისწყალობა არის შენზე და თუ არ იქნება წყალობა ღვთისა ვერც ამოისუნთქებ და ვერ ჩაისუნთქებ ხო არარაობა ვართ მის გარეშე ამიტომ ჩვენი ეკლესიაში მოსვლა და სახარების მოსმენა და ეს რაც აქ ხდება ეს არ უნდა იყოს მარტო რაღაცა ჩვენი სფრიდან რაღაცა თუმცა ამასაც შეიწირავს ღმერთი მარტო დროის შეწირვა და დროის გაღება ჩვენი სფრიდან მარტო ეს არ უნდა იყოს გონიერი არსება ადამიანი და ნელ-ნელა უნდა წარმემატებოდეთ შემეცნებაში და ნელ-ნელა ჩვენც უნდა ვიწყოთ ქრისტეს აღდგომის ქადაგება ამინ ხვალ